გამარჯობა, დილის 8 საათია, მივდივარ დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად ქუთაისში, სადაც საინტერესო დერბი უნდა გაიმართოს. მოკლედ, პირველ რიგში ჯობს რომ ჯერ ბექას გავუაროთ, რომელიც მომდევნო 2 დღე ჩემთან ერთად იქნება და სხვა დეტალებს უკვე გზადაგზა გაგიზიარებთ. მივდივართ ქუთაისში, ჩამოვით უბრალოდ თითქმის უკვე ქუთაისში და ვარ ძალიან საინტერესო ამბავზე ქუთაისური გუნდების AIS და RS-ის დაპირისპირებაზე, რომლებიც ამჟამად არიან კროკობედიდიათის ცხრილის სათავეში და ლიდერობენ ჩემპიონატს, საქართველოს რაგბი ჩემპიონატს. ზოგადად ძალიან იშვიათი მოვლენა არის საქართველოში ეს რეგიონული დერბები, თუ არ ჩავთვლით რაღაცა ამდენიმე ფეხბურთში, ამდენიმე თბილისურ დერბის, ხშირად არ გვხვდება ხოლმე ეს შემთხვევები, როცა ესე თანაბრად კარგი გუნდები არიან ერთ ქალაქში და საინტერესო არის ამ მოვლენის გადაღება, ასე ვთქვათ, როგორც ვიცი ეს გუნდები ძალიან კარგები არიან როგორც მოედანზე, ასევე ტრიბუნაზეც და ნახოთ რა დაგხვდება თამაშის მიმდინარეობისას. ჩამოვედით ქუთაისში და სანამ უკვე დერბიზე გადავალთ AIA და RS-ის მატჩს დავესწრებით, მანამდე რა თქმა უნდა სპორტის მუზეუმში უნდა მოსულიყავით. სადაც დაცულია უამრავი საინტერესო ექსპონატი, მათ შორის ჯორჯი ბესტის მაისური არის დაცული, ვინც არის დაუცილებლად უნდა მოხვიდეთ და ნახოთ. რა გარდა ამისა, სპეციალური ექსპოზიცია აქვს რაგბის ამ მუზეუმში, ქუთაისის რაგბს და გავიგოთ ზოგადად საიდან მოდის რაგბი ქუთაისში და საიდან არის საწყისები ამ სპორტის ამ ქალაქში. წავედით. მადლობა პირველ რიგში კალბატონო თინათინო გვიმასპინძლეთ. ქუთაისის სპორტის მუზეუმზე რომ მოგვიყვეთ ზოგადად და შემდეგ უკვე ნელ-ნელა რაგბიზე და მის ისტორიაზე ამ ქალაქში. ქუთაისის სპორტის მუზეუმი დაარსდა 1970 წლის დეკემბრის თვეში. მისი დამაარსებელი გახლავთ ბატონი ზურაბ ჯავახაძე. მუზეუმში გამოფენებულია თითქმის ყველა სპორტზე შესაბამისი ექსპონატები. როგორ შეიქმნა ზოგადად ამ ქალაქში რაგბი? საიდან შემოვიდა? თქვენ გაქვთ მთელი ექსპოზიცია რაგბთან დაკავშირებით და რომ მოგვიყვეთ ამ ექსპოზიციაზე და ზოგადად ქუთაისში რაგბის ისტორიაზე. ჩვენს ექსპოზიციაში რაგბის თემატიკას საკმაოდ დიდი ადგილი უკავია და დიდი ინტერესი იცავს ყველა დამთვალიერებლის მიმართ მასში გამოფენილი ექსპოზიცია. თავდაპირველად მას პირველ გუნდს დაერქვა სახლმშენი და პირველი შეჯიბრი ამ სახელწოდებით ჩაატარეს მან თბილისის რაგბისტებთან მიმართებაში, თავდაპირველად საქართველოს ეგიდით რაგბისტები და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის ეგიდით რაგბისტები, სადაც ჩვენმა გუნდმა, სასახელო გუნდმა AIA-მ ყოველთვის გამარჯვებები მოიპოვა და გახდა კიდეს ჩემპიონები და ხელმძღვანელი გითხარით მაშინ იყო გოგი ყუფარაძე პირველი. მერე უკვე ეს გოგი ყუფარაძე შეცვალა შაკო ქურციკიძე, მაგრამ წარმატებები და მომზადება როგორც მწვრთნელებისგან ორივე იყო იდეალური ამ სპორტისათვის და შესაფერისი. ეს სურათი გადაღებულია 2015 წელს, როცა ისი ქუთაისელი რაგბისტები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, ჩემო ბატონო. AIA სტადიონთან მოვედით, მეგობრები, ახლა კლუბის წარმომადგენელს დავურეკავ და კლუბის წარმომადგენელთან ერთად დავესწრები ვარჯიშს. გიორგი, გამარჯობა. სტადიონთან ვარ იდეაში, შესასვლელის წინ ვარ ზუსტად კი. გამარჯობა. იქით ხელოვნურზე და იქით თამაშობ და იქით არის. პირველ ნახევარზე დაიწყებენ სტანდარტულად და მერე შევძლო მწვრთნელის და მოგვიყვება შეწყვეტას. კაი, გადავალთ მაშინ იქით და როგორც მიკროფონს დაგამაგრეთ პირველ რიგში. ვისაუბრო. კი, აი იქით. მზადების პროცესი მაინტერესებს ზოგადად ესეთი თამაშების როგორი მზადებით და მოლოდინები რა თქმა უნდა რომ გაგვიზიაროთ. დერბი გულშემატკივრისათვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო თამაში. ეს დერბი მით უმეტეს, როდესაც პირველ-მეორე ადგილის პოზიცია წყდება. ჩვენთვის როგორც სატურნირო ცხრილში რიგითი თამაშია, მხოლოდ და მხოლოდ ეს დატვირთვა აქვს. უბრალოდ დატვირთვას ამ ეტაპისთვის იზიენს, რომ პირველ-მეორე ადგილზე ვართ ორივე გუნდი, რაც დასავლეთის რაგბისტვის საკმაოდ კარგი და წარმატებული მიღწევა. მხოლოდ და მხოლოდ ეს დატვირთვა აქვს ჩემი აზრით განსხვავებული დანარჩენი, რავი, როგორც
სხვადასხვა თამაშებისთვის ვიმზადებით, ტექნიკურად ისე ვიმზადებით არის ისთვისაც რა, უბრალოდ პირველ მეორე ძენს ამ ეტაპისთვის სხვანაირ დატვირთვას. როგორ არის სეზონის წინ? ყველა თამაშს თავისი მნიშვნელობა აქვს, ყველა ქულას თავისი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად დაძაბული სეზონი გამოდგა, ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება და საინტერესო სანახაობრივი თამაშებიც ბევრი იყო, რაც გულშემატკივრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო მეტი გულშემატკივარი ეთქვი, რასაც აკეთებ, ძალიან კარგი რაღაცა, ვფიქრობ, რომ ეს კიდე ცოტა უფრო მეტ გულშემატკივარს მოიყვანს. დიდაჩიც ბევრი კარგი თამაში იმართება. ჩემთვის ოცნება იყო აიაში თამაში და ეხლა ამ გუნდის კაპიტანი ვარ და მიხარია რა მოკლედ რომ ამ გუნდის წევრი ვარ, კაპიტანი ვარ და ამ გუნდთან ერთად რამოდენიმე წარმატებაც მიმიღწევია და კიდევ სანამ ვითამაშებ, თუ რა თქმა უნდა აიაში ვიქნები, მაქსიმუმს გავიღებ ამ გუნდისთვის და ამ ქალაქისთვის რა აია ჩემთვის ყველაფერი. მადლობა რიდი, წარმატებები. მადლობა. გამარჯობა. მოგესალმებით. კარგად, როგორ ბრძანდებით? მიშელს. დავიწყოთ პატარა ინტერვიუ. ზოგადად გითხარ, ქუთაისის დიდარი სარაგბო ისტორია აქვს და ეხლაც ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერები ორი ქუთაისური გუნდი არიან. მოგვიყევით ზოგადად როგორ შეიქმნა არესი. არესის ისტორიაზე გითხარით, რამდენიმე სიტყვით როდის შეიქმნა და გავიხსენოთ პირველი ნაბიჯები ამ კლუბის. 2015 წელს შეიქმნა გუნდი, თავიდან სტუდენტური გუნდი იყო, მოყვარულების ლიგაში და ეტაპობრივად რეგიონალური ლიგიდან თითქმის იმ წელსვე გადავიდა პირველ ლიგაში, 3-4 წელი ვიყავით პირველ ლიგაში და უკვე მე-6 სეზონს ვთამაშობთ დიდაჩი რა. ქუთაისი ასე რომ ვთქვათ, რა ვიცი, რაგბის მექა რა და ბავშვებისაც ძალიან პოპულარობით სარგებლობს, ძალიან ბევრი ბავშვი აკადემიებში, აიას ძირითადად. აი ამ ორი გუნდის დიდაჩი ყოფნა, აი ბავშვებისთვისაც, რა ვიცი, мотиваცია არის და იქიდან გამომდინარე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ სათავეში ვართ და თხრილის ლიდერები ვართ, აი წყდება, ხვალ გადაწყდება პირველ მეორე ადგილზე გასული გუნდის ბედი და მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ ბიჭები ამ ყველაფრისთვის. მართლა ქუთაისური დერბი არის და ველოდებით კარგ თამაშს და კარგი თამაში იქნება ნამდვილად. ჩვენი დერბი ასე რომ ვთქვათ, სულ დაძაბულობით არის აღსანიშნავი რა, სულ ყველა წელს რაღაც თავის დაძაბულობა ქონდა რა, იმიტომ რომ ერთი ქალაქის გუნდები ვართ, მოტივირებული ვართ, გუნდი ძალიან კარგ განწყობაზე ვართ, ტრამვები არ გვაწუხებს, აი თითქმის ყველა ვართ რა შემადგენლობაში, ხვალინდელი თამაშისთვის მზადყოფნაში რა, აი ყველანაირად შევეცდებით, რომ გამარჯვებით დავასრულოთ რა და ნახოთ რა. მოწინააღმდეგე გუნდს კიდე ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ჩვენთვის ეს 1-2 კიდე უფრო მნიშვნელოვანია მათ წინააღმდეგ თამაში და კარგი თამაში რა თქმა უნდა, აი ეს წინააღმდეგ ამ ხელა ისტორიის გუნდის წინააღმდეგ რომ კარგად გამოხვალ, უფრო მაგარია რა. მადლობა დიდი. მადლობა წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა თქვენ. მატჩის დღე მოვედით უკვე აი არენაზე, თამაში დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება, გუნდები უკვე მოედანზე არიან და გულშემატკივარიც ნელ-ნელა მოდის. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება უნდა ვიხილოთ, გუნდები პირველ და მეორე ადგილში ყოფენ და მოკლედ წავედით გამოავლინოთ ღირსეული გამარჯვებები. წავედით. შეხვედრის დაწყებამდე დარჩა დაახლოებით 9 საათი, გულშემატკივრების ნელ-ნელა მოდიან და არის ასეთი სიტუაცია ცხრილში, რაც ვნახე ახლა ბათუმმა გადაასწრო, აიასაც დაარესაც, შესაბამისად დღევანდელი შეხვედრა კიდევ უფრო პრინციპული გახდება. დღევანდელი გამარჯვებული გალიდერდება კროკობეთ დიდიათის სატურნირო ცხრილში, ამიტომ ეს იციან ორივე გუნდის მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა და ჩვენ ინტერვიუებში ისაუბრეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში არის და დიდი ხანი ემზადებოდნენ დიდი ხანი ემზადებოდნენ ამ შეხვედრისთვის, ასე რომ ძალიან საინტერესოა ნახოთ. კი, მე მგონი საინტერესო არიან. ჯობია გავიდეთ თორე აქ ყოფნა უკვე საშიში არის მე მგონი. საერთოდ არის უსაფრთხო. ძალიან ისეთი დაძაბული თამაში მიდის, როგორც მოსალოდნელი იყო. რო შევაჯამოთ ეს პირველი 9 საათი, როგორც მიმდინარეობდა დღევანდელი შეხვედრა, დაიწყო აიას უპირატესობით, აიამ გაიტანა ჯარიმა, შემდეგ ნახეთ არესის ლელო და ეხლა უკვე არესმა ორი გარდასახვევი შეასრულა, თორე უფრო წინ იქნებოდნენ და ეხლა უკვე რამდენიმე წამის წინ ბაბუნაშვილმა კვლავ ულიდერა აიას და 6-5 არის ანგარიში. მაგრამ ეხლა უკვე ოპა, არესი არის უპირატესობაში და ნახოთ, ძალიან გარდამავალი თამაშია. როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ დაძაბული და პრინციპული თამაში არის, ნახოთ როგორ დამთავრდება.
დასრულდა პირველი ტაიმი არესის გამარჯვებით და ჩვენ ქუთაისის საჩუქრის გარეშე ხوار ჩამოვიდოთ. და გულშემატკივრებს მოკლედ რაგბის ბურთებს გადავიგებთ, ხო, და ორიგებთ. დერჩენ, აიღე გამომხდი. მეორე ტაიმში მნიშვნელოვნად შეიცვალა სიტუაცია, თუ პირველ ტაიმში უპირატესობას არესი ფლობდა, ეხლა უკვე აი ამ შეუტია მნიშვნელოვნად, თან ისიც უწყობს ხელს, რომ უკვე უმცირესობაში არის არესი, ორი მოთამაშე გაუგდეს მეორე ტაიმის დასაწყისში ერთი და შემდეგ მეორე მოთამაშეც, ასე რომ როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება არის, დერბის რო ხდება ეგეთი თამაში არის და დარჩენილია 10 წუთი, თან ეხლა არის 13-13 და ნახოთ რა მოკლედ როგორ დასრულდება დღევანდელი შეხვედრა. თითოეული მოძრაობა და თითოეული ქულა ეხლა გადამწყვეტი არის ამ ორი გუნდისთვის, შეიძლება საჩემპიონო აღმოჩნდეს, ასე რომ როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ბოლო წამზე გადაწყდა მოკლედ გამარჯვებულის ვინაობა. თქვენ ნახავდით ამ მომენტსაც და რა ვიცი რა ვთქვა. ძალიან დიდი ხანი ფრე იყო და ბოლო წამზე გაიტანა ჯარიმა არესის მოთამაშემ და მოახერხეს მაინც გამარჯვება. თამამად შეიძლება იმის პარო სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა იყო. ძალიან რთული თამაში გამოგივიდათ. მეორე ტაიმში მithumetes ორი კაცი დაგაკლდათ და მაინც გარდამავალი უპირატესობა იყო მთელი თამაშის განმავლობაში და მოგიწია რომ გადამწყვეტ მომენტში შეგესრულებინა ჯარიმა და გაიტანა და მოაგებინა გუნდს. როგორია ემოციები მატჩის შემდეგ? აი ძალიან დიდი ემოცია არის, იმიტომ რომ როგორც გადამწყვეტ ჯარიმას ვუყავ, ძალიან დიდი ემოცია არის, აი დრო გასულზე რა. ძალიან დიდი ემოციები მაქვს ეხლაც საგსახეთ. ფაქტიურად საჩემპიონო ბრძოლაში ხართ და ერთ-ერთ კონკურენტს მოუგეს. როგორი არის ზოგადად არესის მიზნები ამ სეზონში? არესის მიზნები პირველ რიგში არის გავიდეთ ფინალში და ვითამაშოთ ფინალი. აი ეგ არის პირველი ყოვლისა პირველი მიზანი. მადლობა, წარმატებები. გაიხარეთ.